გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 2026 წლის 9 ივნისია, პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული წნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. დღევანდელი გადაცემების თემები. პირველი ბათუმში დამთავრებული საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით ბათუმში პირველად საქართველოს ისტორიაში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. მეორე თემა იქნება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები და ლეგენდარული ფეხბურთელის მურთას ხურცილავას პოზიცია ჩვენი ნაკრების შესაძლებლობებზე, დღევანდელი ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელის მურთას ხურცილავას კომენტარი ამასთან დაკავშირებით და გადაცემის მთავარი თემა რასაკვირველი არის ფეხბურთი და ფეხბურთის ირგვლივ რასაკვირველია ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც გაიმართა ბუდაპეშტში. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გადაცემაში მოვიწვიეთ წარმატებული ჟურნალისტი 25 წლის განმავლობაში ბატონი მამუკა კვარაცხელია იყო UEFA-ს მედია ოფიცერი და ბოლო წელიწად ნახევარია, მე ასე ვიცი, მამუკა კვარაცხელია არის UEFA-ს ოფიციალური დელეგატი. მამუკა კვარაცხელია იმყოფებოდა ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე 2 ივნისის გადაცემაში ვერ მოასწრო, იმიტომ რომ სხვა საქმეები მქონდა და სულ 2 დღეა რაც ჩამოვიდა 7 ივნისს დაბრუნდით ხო საქართველოში და რასაკვირველია მამუკა კვარაცხელია ჩვენი გადაცემის სტუმარი UEFA-ს ოფიციალური დელეგატი, ევროპის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური დელეგატი ისაუბრებს იმ შტაბ-ეჭვილებებზე, რომელიც მას კონდა ბუდაპეშტში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, იმ საინტერესო საკულისებში რა იყო, მან მოახერხა მატჩის შემდეგ გასაუბრება ჟურნალისტებთან იდგა იქ და გასაუბრება ხვიჩა კვარაცხელიამ, მაგრამ ჯერ ამით არ დავიწყებთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პირველი თემა იქნება ბათუმში დასრულებული საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბათუმში გაიმართა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. გადაწყვეტილება ამ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შესახებ 1 წლის წინ 25 წლის ივნისში მიიღო საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომზე იყო შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. ამ ფესტივალის ორგანიზატორი და ინიციატორი და ორგანიზატორი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ფესტივალი გაიმართა საქართველოს მთავრობის სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აგრეთვე ბათუმის მერის მხარდაჭერით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ეს იყო პირველი ასეთი ფესტივალი, საპილოტო პროექტი იყო. ფესტივალში მონაწილეობდა 1200-მდე ახალგაზრდა ნორჩი სპორტსმენი 14 წლიდან 17 წლის ჩათვლით. 1200-მდე. მონაწილეობდა 12 რეგიონის, საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები, გუნდები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, რომელიც დაკომპლექტებული იყო დევნილი სპორტსმენებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკით, ყველა სხვა კუთხეების, რაც არის საქართველოში და თბილისი, როგორც დედაქალაქი, ცალკე თავისი პოტენციალიდან გამომდინარე, ცალკე გუნდი იყო. 12 ნაკრები გუნდი გამოდიოდა ამ ფესტივალზე. ზოგ ნაკრებს, ზოგ რეგიონს წარმოადგენილი ყავდათ სპორტსმენები ყველა სახეობაში. ტურნირი შეჯიბრებები გაიმართა 17 სახეობაში, სპორტის 17 სახეობაში, მათ შორის მინი ფეხბურთში, ხელბურთში, კალათბურთში 3-3-ზე, ჭიდაობა, სხვადასხვა სახეობები, ქვიშის, თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული, ქვიშის ჭიდაობა, ბადმინტონი, ჩოგბურთი და ასე შემდეგ. არის ასეთი გვერდი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, Facebook გვერდი, იქ დეტალურად
შეგიძლიათ ნახოთ ყველა ინფორმაცია ამ შეჯიბრებებზე, რომელიც გაიმართა ბათუმში ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, კიდევ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის Facebook ვერტზე და საიტზეც შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი ინფორმაციები. მე მინდა გავამახვილო ყურადღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნაკრები გუნდის გამოსვლაზე ამ შეჯიბრებაზე, რამდენიმე დღის წინ და დღესაც 9 ივნის ვესაუბრე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს, თავმჯდომარეს ბატონ ვიტალი ბენდელიანს, ყოფილი სპორტსმენი, მან მითხრა, რომ დაზუსტებით ვიცოდი, მაგრამ მაინც გადავამოწმე ამ ფესტივალზე, ახალგაზრდა ოლიმპიურ ფესტივალზე ბათუმში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნაკრები გუნდის სახელით 63 სპორტსმენი და 14 დელეგაციის წევრები, მწვრთნელები, ექიმები, სპორტის მენეჯერები, ვეტერანები და ასე შემდეგ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნაკრებმა ამ ფესტივალზე მოიპოვა 13 მედალი, 4 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ასე მომახსენა დღეს, მე კი ვიცოდი, მაგრამ დავაზუსტეთ ბატონი ვიტალი ბენდელიანმა. და საჭირო აღნიშნოთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნაკრები მონაწილეობდა 10 სახეობაში, ზოგი რეგიონის 12-ში, 13-ში, სამი რეგიონი 17-ვე სახეობაში იყო წარდგენილი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, იმერეთი და თბილისი. დანარჩენი დეტალები, რაც შეეხება ამ ოლიმპიურ ფესტივალს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის Facebook გვერდზე და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის Facebook გვერდზე. მომავალი ფესტივალი გაიმართება 2 წლის შემდეგ, ასეთი ის არის რეგლამენტი გათვალისწინებული 2 წელიწადში ერთხელ და დამატებითი ინფორმაცია, სად გაიმართება, რომელ ქალაქში, ამას უკვე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გამოაცხადებს. ახლა კი მინდა ვთხოვო გადაცემის რეჟისორს ვაჩვენოთ ის ვიდეო რგოლი, რომელიც მე ავიღე ახალგაზრდული ოლიმპიური კომიტეტის Facebook გვერდიდან და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის Facebook გვერდიდან, სადაც თქვენ მოისმენთ ბატონ ლერი ხაბელოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის კომენტარს და ბატონ ელგუჯა ბერიშვილის კომენტარს, რომელიც არის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. გთხოვთ ჩართოთ ეს ვიდეო. პირდაპირ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიება ამასაკობის ჯგუფებისთვის და ჩვენ რო იტყვიან, ჩვენ მოლოდინს გადააჭარბა და ნამდვილად ალბათ თქვენ ეს განწყობა ნახეთ ჩვენი ახალგაზრდების, რამდენად ჩართულები იყო, რამდენად ემოციურად იღებდნენ ყველაფერს. და განსაკუთრებულად უნდა ითქვას, რომ რეგიონები გამოაცოცხლე და ყველა რეგიონის სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მე მინდა წარმატება უსურვო ჩვენ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რამე თუ ეს იყო ამათვის მოიწვიენ პირველი медали, სადა ქვია ოლიმპიური медали. ეს არის ფესტივალის медали ოლიმპიური კომიტეტის თუ ნახეთ თქვენ ემბლემით და თავის ლოგოთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის და ეს რო დავაკვირდე და მე ვეკითხებოდი ჩვენ ახალგაზრდებს, რამდენად მნიშვნელოვანია. ისეთი რო იყვიან, ისეთი მოხარულები იყვნენ, ისეთი ემოციურად იყვნენ ამ თემასთან განსაკუთრებით ვიზახოთ, რომ ყოველ წელს ჩავატარო, თუმცა თქვენ იცით, რომ ეს ღონისძიება ტარდება საერთოდ ევროპის ფესტივალები ტარდება 2 წელიწადში ერთხელ, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ ამ ციკლს უნდა ავყვეთ. ეხლა ის გასაგებია რომ შეიძლება მოთხოვნა არის რომ ყოველწლიურად ეს არ გამოვა და სწორედ რომ შემდგომერე აღმასკომის ხდომაზე ამ საკითხს ჩვენ დავაყენებთ და რა თქმა უნდა განვიხილავთ და როგორიც გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა იმ გადაწყვეტილებას უკვე დროის სიმაში 2 წელიწადში ერთხელ, 4 წელიწადში ერთხელ ამას უკვე დავადგენთ და ამ გრაფიკში ჩატარდება ჩვენი ღონისძიება. ძალიან დიდი შეფასება მოყვა, მე მინდა აღნიშნო, რომ იგივე ალბათ თქვენ იგივე გამოხმარება ტელევიზიების, თქვენ ძალიან კარგად იმუშავეთ. იგივე ჩვენ საზოგადოებამ კარგად მიიღო ეს ღონისძიება, რამე თუ ეს ახალგაზრდებს ეხება, ახალგაზრდებს, რომელიც ჩვენი მომავალია და შემდგომერე, რა თქმა უნდა, დიდ სპორტში ესენ ამათმა უნდა გაიმარჯვონ და მე უსურვებ, აი სწორედ რომ ეს პირველი ნაბიჯები იყო და პირველი ნაბიჯები წარმატებული იყო. და იმედია, რომ შემდგომ ჩვენ ამ ახალგაზრდა სპორტსმენებს ვიხილავთ დიდ ოლიმპიურ თამაშებზე.
ფესტივალი დასრულდა, ფესტივალი შედგა, შემიძლია თანაბად გითხრათ, ეს არ არის მარტო ჩემის შეფასება, ეს არის იმ ადამიანების შეფასება, რომლებიც მონაწილეობდნენ ფესტივალის მომზადებაში, უშუალოდ ჩართული იყვნენ საფესტივალო შეჯიბრებებში და მათ შორის სპორტსმენები, რომლებიც არიან ძალიან ბედნიერები და ეს განსაკუთრებით გვახარებს ჩვენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს, საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს, რომლებმაც მოკლე დროში ძალიან დიდი სამუშაო შეასრულეს იმისთვის, რომ ეს დღესასწაული შემდგარიყო და ეს ზეიმი მეჩუქებინა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, ქართული სპორტის ხვალინდელი დღისთვის. დიდი მადლობა, ეს იყო ვიდეო რგოლი, რომელიც ავიღე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გვერდიდან და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გვერდიდან. მოისმინეთ ბატონ ლერი ხაბილოვის და ბატონ ელგუჯე ბერიშვილის კომენტარები და კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ სავარაუდოდ მომავალი მეორე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური მეორე ფესტივალი ასეთი გაიმართება 2028 წელს. დამატებით ინფორმაცია სად გაიმართება, რომელ თვეში სავარაუდოდ ივნისი, უკვე ეს გახდება ცნობილი ამ წლის ბოლომდე ალბათ სავარაუდოდ. ახლა კი დაუბრუნდეთ ფეხბურთს. კიდევ ერთხელ მინდა წარმოვადგინო მამუკა კვარაცხელი. დიდი მადლობა მამუკა, რომ მობრძანდით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთულია მამუკა კვარაცხელია, UEFA-ს, ევროპის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური დელეგატი მამუკა კვარაცხელია, წარმატებული ჟურნალისტი, თითქმის 40 წელია ვიცნობ მას, 80-იანი წლების ბოლოდან აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტურ მოღვაწეობაში, 2000 წლიდან, ხო თუ 2000 წლიდან 2024 წლამდე იყო UEFA-ს მედია ოფიცერი, ხომ იცით რას ნიშნავს, ევროპის საკლუბო ტურნირებზე, ევროპის ჩემპიონატებზე, შესარჩევი რაუნდების მატჩებზე და ბოლო წელიწად ნახევარია მამუკა კვარაცხელი არის UEFA-ს ოფიციალური დელეგატი. სხვადასხვა შეჯიბრებებში, სხვადასხვა საკლუბო ტურნირებში, სხვადასხვა საკვალიფიკაციო ეტაპების მატჩებშიც არის ჩართული, მაგრამ დღეს მოვიწვიეთ სხვა მიზეზის გამო. მამუკა კვარაცხელია 30 მაისს იმყოფებოდა ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. ეს არ იყო მისი პირველი ფინალი, მაგრამ ბევრჯერ ყოფილა ის ფინალებზე და ევროპის ჩემპიონატებზე, საკლუბო ტურნირების ფინალებზე, მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული მისთვის და ჩვენთვის, საქართველოსთვის, იმიტომ რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მამუკას მოგვარემ. მეორეჯერ გაგვახარა ჩვენ და გაახარა რასაკვირველია PSG-ს ფანები, მაგრამ ჩვენთვის თავარი იყო ჩვენ კომაგოვდით PSG-ს, იმიტომ რომ ხვიჩა კვარაცხელია წელიწადზე მეტია იქ თამაშობს და მეორეჯერ ზედიზედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მერე ისის ყველა მიცის რომ სერიოზული როლი ითამაშა ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების პროცესში PSG-ში, შარშანაც და წელს უფრო მეტი ვიდრე შარშან და ჩვენ ეს გვიხარია და ამიტომ მე მინდა ვთხოვო ახლა მამუკას თავისი შტაბ-შტილებები გაგვიზიაროს, მაგრამ სანამ მამუკა გადავა, სანამ მოგცემ სიტყვას, მინდა ვთხოვო გადაცემის რეჟისორს ჩართოთ ის ვიდეო, რომელიც მე ჩუმად ავიღე შენი გვერდიდან მამუკა გენაცვალე, თუ შეიძლება ასახავს ბუდაპეშტში გამართულ ფინალს ბოდიში. აი მეგობრებო, ესეთი სიტუაცია სუპერ სტადიონზე, გუნდები გამოვიდნენ უკვე მოედანზე და ვნახოთ ვინ მოიგებს. Paris Saint-Germain-ი, აქეთ არიან ფანები, თუ Arsenal-ი. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩავიფიქროთ სურვილი ყველა, მოვილოცოთ, უსურვოთ Suarez და Paris Saint-Germain-ს გამარჯვება და თუ პარამ დღეს გოლი გაიტანა, ვინც ოქროს ბურთსაც გავეთამაშოთ ქართველები. გირება უფალს და მერთმა კნას მეორე დაღმართოს ჩვენებურმა ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთმა ენა მიყივლა მეორე დაღმართო ჩემპიონთა ლიგის თასი. კვარაცხელის ზარგადა დღეს ჩვენი დღეა, ხო 25 მაისი. ზარგადაზე. ნეგრუა რამე სხვა არის? ნეგრუა მიორთ. Le football l'a fait connaître.
La Géorgie est sa nation. Paris est devenu sa maison. Notre numéro 7, Richa. 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 დიდი მადლობა ამ ვიდეორგოლის პირველი ჩართვა იყო მატჩამდე, ფინალურ მატჩამდე PSG Arsenal-ის მამუკამ სტადიონზე იმყოფებოდა მამუკა კვარაცხელია. მეორე იყო მატჩის შემდეგ, ეს ფოტოებია ხო ხედავთ, მეორე იყო მატჩის შემდეგ. ორჯერ ვაქირო, მეორედ. ხო, ორჯერ. მამუკა მოახერხა იმ პატარა კითხვის და ოსტატურად მიიღო მეგრულად ხვიჩას პასუხი და მესამე კვირით ცერემონია ბევრს აქვს ნანახი, როგორ უკვე ზეიმობს PSG. ბატონო, მთელი პარიზი. დიახ. ახლა თვითონ მამუკაზე კიდევ გეტყვით დამატებით რამდენი წარმატებით თამაშობდა ფეხბურთში. არის საქართველოს ჟურნალისტთა ნაკრების იყო საქართველოს ჟურნალისტთა ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი სხვადასხვა ტურნირებში. ბოლო 1-2 წელი ნაკლებად თამაშობს ტრավმის გამო თუ არ ძალიან. ტრավმის გამო. ასაკის გამო არა, ტრավმის გამო. ტრավმის გამო და გაცილება არ ყოფილა ხო ნაკრების ჟურნალისტურ ნაკრებიდან. ახლა ვისაც ახსოვს, ვინც ასაკშია და ვინც ჩემ ასაკში ან ჩვენი ტოლია, ახსოვს მამუკას სტატიები 90-იან წლებში ჯერ 80-იან წლებში ბოლოს სხვადასხვა ქართულ გაზეთებში 90-იან წლებში ქართულ ფეხბურთში, სარბიელში, კიდევ სხვადასხვა გამოცემებში, ლელოში, ევროპულ პრესაში, უცხოეთის პრესაში, უბრალოდ დიახ, სპორტ ექსპრესში ერთად დავიწყეთ 94-ში მე და მამუკამ მე 2002 წელს მივატოვეს სპორტ ექსპრესი, მამუკა აგრძელებდა. არა, გავაგრძელდა ომის შემდეგ, ომის დროს დავწერე 2022-ში 22-ში Facebook-ზე დავწერე უკრაინელების ხარდაჭერას. დიახ, გასაგებია. პროტესტი გამოცხადდა. გასაგებია. ამომიღეს რუსები. კი. ხო და მინდა შენ დაწერე ომისთან დაკავშირებით სხვაგან პოსტი და რადგანაც ეს არ მოეწონათ. კი ბატონო, იმ წამსე არ არის მესმის. რუსეთის ყველა გაზეთში, ჟურნალში, ტელევიზიაზე ლაპარაკი აღარ არის, ყველგან ზის KGB-ს წარმომადგენელი. ლუბანკიდან იმ წამსვე მე მეორე მეგობარმა დამიეკა და მითხრა მიზეზი რატომ წამოეს და ვინ ის გვარიც მითხრა ვინც ამოაღებინა. სხვადასხვა მიმართულებით ბევრ ქვეყანაში ასე გააკეთეს, ბევრი ქვეყნის მოქალაქის მიმართ, ხო, რადგანაც გააპროტესტე რუსეთის ფართომასშტაბიანი ასეთი ქმედება უკრაინის წინამდე, ფართომასშტაბიანი ომი და ხიათ რომ გააპროტესტეს სხვაგან, მიიღეს ზომები და ამოიგიღეს იმ სიდან, ხო, ამოიღეს. ამას უკვე არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, თავარია რომ მამუკა არა, კარგი იყო რა თენგო, იცი, შენც და მეც ვაშუქებდით საქართველოს ამერიკა. ქართულ ფეხბურთს. საქართველოს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს უხაროდა და ბევრი მირეკავდა, შენც გირეკავდა, მეც მირეკავდა და უხაროდათ რომ პლუს იმ გაზეთს იმ დროს სპორტ ექსპრესი 90-2000-იან წლებში არა მარტო რუსეთში, მთელ ევროპაში კითხულობდნენ. მილიონი ეგზემპლარი გამოდიოდა. ძალიან პოპულარული იყო მე ინტერნეტ ვერსიები, მაგრამ უკვე წავიდა ის დრო, უკვე გასაგებია. მამუკ, ახლა რა მაინტერესებს? იყავი შენ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ბუდაპეშტში. მე ვიცი რომ მამუკას წინასწარ არ უყვარს არსად ამის საუბარი, სად მიდის გასაგები, ასეც უნდა იყოს და მე კი ვიცოდი რამდენიმე დღით ადრე რომ აპირებდი და რა მაინტერესებს ახლა? ეს აკრედიტაცია არ გაგიჭირდებოდა გასაგებია. მაგრამ აი შენი შტაბეჭდილებები რა იყო მატჩამდე, სადაც შენ ცხოვრობდი, ქონდა ურთიერთობა კოლეგებთან, UEFA-ს დელეგატებთან, ყოფილ კოლეგებთან, UEFA-ს მედია ოფიცრებთან, ყველა გიცნობს ახლა ერთ პატარა საიდუმლოს ვიტყვი. სადაც მე ჩავდიოდი იმ პერიოდში 2000 წლიდან 24 წლამდე,
აკრედიტაციების მიღების დროს ან შეხვედრებზე ფეხბურთი იყო თუ სხვა სახეობები ყოველთვის მეკითხებოდნენ მამუკას იცნობო რომ იმდენად წარმატებული და ცნობილი იყო იმ UEFA-ს მედია ოფიცრებშიც არა მარტო როგორც პროფესიონალი ჟურნალისტი არამედ როგორც კარგი ორგანიზატორი და ადამიანი დავიწყოთ მამუკა ჩემპიონთა ლიგით კი ბატონო სიამოვნებით მადლობა ღმერთს რას მოვესწარით რომ როდესაც პატარა ვიყავით მე და შენ თენგო სად იყო მაშინ გადმოცემები თუ საბჭოთა კავშირის ნაკრები ვერ გავიდოდა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე იშვიათად რამე საჩვენებთ ხო რა მე არ მახსოვს რომ ჩვენი ძალიან იშვიათად რა შემცირებული ის ალბათ მეოთხე ფინალი ნახევარფინალი და რაღაც შემცირებული დოზი ეს ერთი მეორეც ჩვენი გუნდები ვერ ყოჩაღობდნენ მაშინ თითოეულად თბილისის დინამოს და კიევის დინამოს გარდა ევროთასებზე და იმასაც გასული თამაშები რა თბილისის დინამოს კი არ გვინახია რა ხო გახსოვთ რადიოთი რაღაცას გადმოცემდნენ ხოლმე რა ნუ 80-იან წლებში ხო ვიყავით აი მაშინ რა ქვია რკინის ბადის მიღმა ვიყავით მოკლედ რა რკინის ფარდის 70-იანი წლების ბოლოდან უფრო კარგად მანამდე ძალიან მე 80-იან წლებიდან დავიწყე უკვე თბილისის დინამოს იმასთან და ძალიან და მაშინ დავდიოდით თბილისელები დავდიოდით პანტიანის ტყეში სადაც თურქეთის ერთ-ერთი არხი ესე იგი 90 გრადუსით სიგნალი მოდიოდა და სახინკლე იყო იქ და ვიკრიბავდი თელ თბილისი და ყოფილა შემთხვევა 1985 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე იუვენტუსი ლივერპული 4000 მანქანა წარმოიდგინე კი ბატონო სახინკლემ დაიტია ამდენ წარმოიდგინეთ რა სახინკლემ არა ტყემ დაიტია ახლო ხო და აი წარმოიდგინე რომ შეგენა შავ-თეთრი ტელევიზორი იყო ხან რეკორდი ხარ რაღაცა და აი წარმოიდგინე რომ შეგენა ხო აი ამ ხელა ეკრანი ქონდა აი ამ ხელა ეკრანი ქონდა ტელევიზორი შავ-თეთრი აი ამ ხელა ეკრანი და იმ დროს უკვე იყო ცოტა დიდი მაგრამ იქ არ ხერხდებოდა სად იყო ხო თბილისში მაგის საშუალება და 0-6-ზე ან 24 ყველისაც ყავდა ყველაზე კაი ადგილზე იჯდა ძღოლი ბუნებრივია ესე შუშას ამოვიღებდით ხოლმე ძღოლი დაიდებდა ესე შეიართებდა იმასთან რა აკუმულატორი შეუერთებდა ეხლა ამას რატო ვამბობ რა ეხლა ნებისმიერ მობილურში შეუძლია ნებისმიერ სკოლის ბავშვს უყურეს ნებისმიერ თამაშს რა მაგრამ ჯობია ტელევიზორით უყუროთ რომ მობილური ძალიან ღლის თვალებს ეს საქმე მე პრინციპს ვამბობ რომ ეხლა სად ეხლანდელი სად მაშინდელი და წარმოიდგინეთ ეხლა ჩვენ საბჭოთა ხალხი საერთოდ არ ვიცოდით არაფერი საბჭოთა პიონერები ვიყავით და კომკავშირელები და საერთოდ არ ვიცოდით რა იყო საერთოდ როგორ ცხოვრობდა იქ უცხოეთში ხალხი და ოცნება ქონდა რომ არათუ იქ ნუ თამაშზე მოხვედრაზე ხო ლაპარაკი ზედმეტი იყო რა თბილისის დინამო რო გავიდა 8000 ფინალზე 91-ში 60 კაცი წაყვა და ისაც იქიდან ზოგი კგბ-დან ჩასმული, ზოგი აქედან, ზოგი იქიდან ჩასმული და 60 კაცი წარმოიდგინეთ 60-მა კაცმა ნახა და მათ შორის ჩვენმა მეგობარმა დემიკოლოლაძემ პოეტები, მწერლები ხო, პოეტები, მწერლები, მაგრამ ბევრი კგბ-დან იყო რა იქა და არ ვიცი ახლა რა მე ვიცი არ დავადოთ ხო და მოკლედ 60 კაცი იყო სულ რა არ დავაბრალოთ იმ ხალხს კგბ-სთან ურთიერთობა ჩვენ არ ვიცით ჩვენ არ ვიცით ვინ იყო კგბ-დან მაგრამ კგბ-დან იყო იმიტომ რომ არა 1-2-3 კაცი თქვენ ჯგუფში იყო შენ რო სწავლობდი სოხუმში მე რო სწავლობდი თბილისის უნივერსიტეტში ყველგან იყო კგბ-ს კაცი ყოველთვის ხო 1-2 ყოველთვის იყო მოკლედ შევეშოთ ამ ამბავს და რატო გეუბნებით აი ესე გავიზარდე რომ ოცნება მქონდა რომ ნეტა ოდესმე თუ აი იმ სტადიონებზე რომელსაც აი ესე შავ-თეთრ ტელევიზორში უყურებდით ოდესმე თუ ნახავდით მეთქი ნახავდი კი არა თუ გავივლიდით მეთქი მართლა გეუბნეთ რა თუ გავივლიდი იმ სტადიონის გვერდზე მეთქი რა და ნუ დიდება უფალს ეს პირველი ფინალი ხომ არ იყო ჩემპიონთა ლიგის თქვენი არა ჩემი ბევრი ფინალი ძალიან ბევრი ფინალი 2020 წლიდან ძალიან ბევრი ფინალი მაქვს ცოცხლად ნაყურები და იქ სტადიონზე მაგრამ ნუ ეს ბოლო ორი განსაკუთრებული შარშანაც იყავით ხო კი რა თქმა უნდა ფინალზე ორივე ხვიჩამ ორჯერ რომ მოიგო ორივეჯერ იყავით ფინალზე კი ბატონო და ორივეჯერ ნახეთ ხვიჩა მოკლედ კიდე რა იყო კარგი შარშან 31 მაისს იყო ფინალი წელს 30 მაისს 31 მაისი არის ჩვენი კვარაცხელიების დღე აჰა 31 მაისს დაახლოებით 20 წლის წინ ჩვენმა ცხონებულმა პატრიარქმა ილია მეორემ ჩვენი გვარი კვარაცხელიების დალოცა 31 მაისს და იმ წლიდან 20 წელია უკვე ჩვენ ვიკრიბებით კვარაცხელები 31 მაისს სამების ეკლესიაში სადაც ჩვენ დავწერეთ დიდი უზარმაზარი თამარ მეფის ხატი
და შევწირეთ სამების ეკლესიას ეს ხატი და იმ ხატთან ვიკრიბებით და შემდეგ რა თქმა უნდა ესეთი გვარის ესეთი შეკრება მიდის ხოლმე და რომელიც რა თქმა უნდა პურმალით თავდება. ბოლო ორი გამოვტოვე ბუნებრივია და საოცარი მიზეზის გამო და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. ახლა ერთი თხოვნა მაქვს. არიკა არ გავაგებინოთ ალბათ უпростоრად UEFA-ს რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30-ში ან 31 მეჩი ისედაც ისის ბოლოს არის. ეს ორი გავარტყით კვარაცხელიევა და ორივეჯერ კვარაცხელიამ ითამაშა გვასახელა და ითამაშა არათუ მუდმივად მოიგო, არამედ სერიოზული როლი ითამაშა. განსაკუთრებით მეორე ფინალში წელს, რადგან პრაქტიკულად შანსი არ ქონდა არის გაერთიანებები ანგარიში და რომან ხვიჩას არის ტექნიკური მოქმედება. პრაქტიკულად გადამწყვეტი მოქმედება და ძალიან გამიკვირდა, როდესაც ვიტინი აღიარეს საუკეთესო მოთამაშედ ამ მატჩისა და როდესაც იქ ვიდექით, აი როდესაც თქვენ ანახეთ ის მეგულად რო ამბობს მატჩის შემდეგ. პრეზონა ხო იყო პრეზონაში. შერეული ზონა ქვია, ანუ შერეული ხო. თამაშის შემდეგ შერეულ ზონაში შერეული იმიტომ ქვია რომ გაყოფილია ესეთი ბარიერები და აქეთ ამხარეს ფეხბურთელები გამოდიან ავტობუსისკენ მიდიან, აქეთ ამხარეს დგევარ ჟურნალისტები, ვიღებთ ინტერვიუებს და ქართველები ბუნებრივ ერთად შევიკრიბეთ, ძალიან ბევრი ქართველი ვიყავით, მადლობა ღმერთს. ხო და ჟურნალისტები, ხოლო ჟურნალისტები რა თქმა უნდა, აკრედიტირებული ჟურნალისტები და მადლობა ღმერთს აი რომ გამოიარა ხვიჩავდა ეს რომ დაგველაპარაკა, ყველას დაელაპარაკა სხვათა შორის და მე ეს მინდოდა მეგულად ორი სიტყვა და შვენიერად ლაპარაკობს მეგრულად. კინკლაზე მედგა გვერდზე და მაგან იმასკინა დამასტრო რომ მეგრულად და ხვიჩამაც შვენიერად მეგულად თქვა მიყორთ, მეგულად მიყვარხართ. ეს მარტო ჩვენი კვარა მე ვუთხარი რომ დღეს კვარაცხელების დღეა უკვე 31 გათენდა. უკვე 31 გათენდა თბილისის დროით. მან რასაკვირველია იცის რომ 31 მაისი კვარაცხელი. სხვათა შორის მამამისიც ხშირად ვიკრიბებოდი, მაგრამ ახლა უკვე ბუნებრივია ბადრიც იქ იყო პარიზში და მოკლედ ეს სიყვარული მიყვარხართ, რა თქმა უნდა, არა მარტო კვარაცხელებს, არა მარტო სამეგრელოს, არამედ მთელ საქართველოს გარდა. და ჩვენც ისევე გვიყვარს კვარა, როგორცაც მას უყვარვართ. ხო და იქ მოხდა საინტერესო მომენტი, აი ამ სიტყვა მიყორთის მერე ლაპარაკობდით, ბიჭები ეკითხებოდნენ ჟურნალისტები სხვადასხვა ასპექტებს თამაშისას და ხვიჩა ბუნებრივია პასუხს სცემდა. ხო და იქ მოხდა მაგარი მომენტი, გამოიარა ვიტინიამ. ჩაეხუტა ესე ხვიჩას და მე არავ, ეს არის საუკეთესო მოთამაშე, საოცარი მომენტი. აღიარა, ხო. თვითონ აღიარა ვიტინიამ, რომ ეს არის საუკეთესო მოთამაშე და მოეფერეს ჩაეხუტა. გვახსოვს ის კადრები. ხო და ეგ კადრებიც არის რა, ეგ კადრებიც დევს. მადლობა ღმერთს თვითონ აღიარებენ. ესე იგი ვერ აგის, აი როგორ უნდა გადმოგცეთ ახლა სიტყვით, მე ისეთი რაღაცა მოგიყევით ახლა. თვითონ აი ბუდაპეშტში დაუშვა, სადაც ცხოვრობდით კოლეგებთან. კი ბატონო, ყველაფერს შევეცდები რომ ჩავეტიოთ დროში, მაგრამ აი ის როგორ უნდა ის გზნობა როგორ უნდა გადმოგცეთ, როდესაც მოგიყევით, რომ როგორ ვუყურებდით თამაშებს, როგორ ვოცნებობდით უცხოეთში წასვლის შანსი ხო არ იყო მაშინ და ვოცნებდით სტადიონის გვერდზე გავლას და გვერდზე გავლა კი არა ჩვენი ქართველის ტრიუმფს და დავესწარით და ვინ მოიფიქრა ეს კარგად ვესმის ჩვენი თაობის ხალხს. ახალგაზრდებს შეიძლება ეს ახალგაზრდები იმიტომ გეუბნებთ, ნებისმიერ ჩართავენ სკოლის შესვენებაზე, მინახია რომ ბავშვები განადა ფეხბურთს უყურებენ და მესის და რონალდოს და იმათ უკვირთ რა დროში ცხოვრობდით ხო. ისინი გიждდებიან რომ ალბათ როგორც ჩვენთვის პირველყოფილი თემური წყობილება იყო ალბათ ჩვენი შვილების და შვილიშვილების ალბათ ეს არის დღევანდელი მაშინდელი ჩვენი ყოფა. მოკლედ სხვათა შორის გოგი თორაძემ გადაწყვიტა ამ თაობაზე ფილმი შექმნას, ჩემ ერთ წიგში მთელი თავი მიუძღვენი ამ იმას და გოგი თორაძეს უნდა რომ რეჟისორმა, კინორეჟისორმა რეჟისორმა და უნდა რომ ფილმი შექმნას და თქვენს მიიღებთ მონაწილეობას მეც და კიდე ბევრი თბილისელი რა თემაზე? აი ამ თემაზე რომ როგორ უყურებდით მივდიოდით იქ რა ქვია. პანტიანის სხვათა შორის ვიყავი ამას წინათ პანტიანის წეში. თქვენ იქ მთაზე უყურებდით და სოხუმში რომ ცხოვრობდით, ან ფუნიკულიორზე ავდიოდით, ან ზღვაში გავდიოდით, თურქეთის ტელევიზიების სიგნალი 70-იან წლებში გემით. პატარა გემებით, რომელიც სანაპიროს დავდიოდ, პატარა იქ სიგნალს. გემის ანტენა იჭერდა, კი ბატონო და იყო ამის სხვათა შორის წიგნი მაქვს დაწერილი ერთ-ერთი მორიგი ჭომაზე, თენგიზ ულაქველიძეს და იქ მაქვს ერთი თავი, როგორ უყურეს ქართველებმა გემით ზღვაში, ძალიან საინტერესო თავია. თქვენც გაქვთ ეს წიგნი წაიკითხავდით, გემით ზღვაში როგორ უყურეს და როგორ გააჩერა. გემის ქართველმა კაპიტანმა როგორ გააჩერა გემი, ისი უფლებაც არ ქონდა და უყურეს და გადმოსცემდნენ თურმე. რატი შელეგია
ჩვენმა კოლეგამ მომაწოდა ეს ინფორმაცია და ბუნებრივია მთლიანად ჩავდა ეს წიგნში და სხვათაშორის ცოცხალია ეს კაცი ვინც ეს აღწერა ეს მომენტი და უნდა ვნახოთ და წიგნი ვაჩუქოთ მე და რატი ამას მალე უნდა მივიდეთ ხო და წარმოიდგინეთ ის კაცი ჩვენთან ხო კოტე მახარაძე გადმოცემდა და ჩვენ რუსულად უყურებდი და ისინი ქართულად უყურებდნენ და ის კაცი ვინც გადმოცემდა სავარაუდოდ იყო ალბათ იქიდან რა ქვია ვატიკანიდან გადმოცემდა ალბათ იმიტომ რომ ვატიკანს ჰქონდა ეს მრავალენოვანი ყველაენოვანი ისა და ის კაცი ფეხბურთის ასე ვთქვათ გაგებაში არ იყო მაგრამ იყო მაგარი ქართველი პატრიოტი და მაგარი მორწმუნე იყო რა ხო და ისეთ ფრაზებს ამბობდაო ეს იგონებს ჩვენთვის უცნობი და ნუ ყველა იმის მერე როდესაც გადარჩებოდი გოლს ღმერთმა გადაგვარჩინა და ასე ამბობდაო და მე ბოლოს თქვა რომ ქართველები ისე დაძაბუნდებიან რომ გერმანელებს გაატანოთ ასიო და მართლაც მოვიგეთ ასი და კიდე ერთი მომენტია 91 წლის და კიდე ერთი მომენტია იქ სასაცილო რომ ეს კაცი როდესაც გვიწევდა გერმანელები უიმე საშიში ამბობდაო შეტევა ხო შეტევა ანუ გერმანელების შეტევა ფრაზები არიცოდა რა ქვია საფეხბურთო მოკლედ ჩემეშვათ ამ იმას თუმცა კარგი იყო მოსაგონებლად და აი წარმოიდგინეთ როგორ ვიყავით აი ბუდაპეშტის მაინც დაბრუნდა ქალაქში ურთიერთობაში მე მიხეილ აბაიშვილი და რატი შელეგია ერთად გავემგზავრეთ სხვათაშორის ჩვენ თვითნავში ერთად იმგზავრა კვარაცხელების ოჯახმა და ჩვენმა ვარსკვლავმა გიორგი კინკლაძემ და რა თქმა უნდა ეხლა ბადრისთან რა თქმა უნდა ვერიდებით ხოლმე სულ ბადრის შეწუხებას რადგან ბუნებრივია მას მთელი საქართველოს ბადრი კვარაცხელია იყო წარმატებული ფეხბურთელი დაბადებული გაზდილი წალენჯიხაში სოფელი ნაკიპუ თამაშობდა წალენჯიხის სკურში წარმატებით 80-იან წლებში მერე მსახურობდა ჯარში და 2 წელი გამოტოვა მერე დაბრუნდა 80-იანი წლების ბოლოს წალენჯიხის სკური 80 ეროვნული ჩემპიონატი იქით მეორე ლიგა ბომბარდირი იყო მეორე ლიგის საუკეთესო ბომბარდირი მეორე ლიგის თბილისის დინამო 92-13 წლის სეზონი და საქართველოს ჩემპიონი გახდა ბადრი კვარაცხელია შემდეგ თამაშობდა თბილისის გუნდებში მერანი შსს გუნდში მერანის შემადგენლობაში ინტერტოტოსთან ფანტასტიკურად ითამაშა მერანის პრეზიდენტი იმ დროს იყო ნუგზარ ნავაძე ხო დიახ ბატონ ნუგზარ მოგესალმებით ბადრი დიდი ხანი თამაშობდა აზერბაიჯანში მრავალგზის ჩემპიონი აზერბაიჯანის მრავალგზის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგაში ფანტასტიკური გოლები მათ შორის კონტოს ლიგას 3 გოლი გაუტანა და აზერბაიჯანის ნაკრებში 4 თამაში და ელოდებოდა საქართველოს ნაკრებში გამოძახებას მაგრამ ბევრი მიზეზის გამო არ მოხერხდა ეს და მე 33-ის 34 წლის ასაკში დათანხმდა აზერბაიჯანში ნაკრებით რომ საქართველოს ნაკრებში იმ დროს ასე მოხდა სამწუხაროდ არ დაუძახერს არ სამხანაგურში არც ოფიციალურში და ბადრის დიდი მოკითხვა ბატონ ბადრის ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო და მამისი ბადრის მამა ხვიჩას ბაბუა მამია კვარაცხელია იყო კარგი ფეხბურთელი ვეტერანებისგან ვიცით წალენჯიხელებისგან 50-იან წლებში სატვირთო ავტომანქანებით კრუზავიკებით სატვირთო მანქანებით დადიოდნენ მატჩებზე და ახლა ჩვენ მოლოდინში ვართ, როცა თორნიკე კვარაცხელია, ასე წარმატებით რომ თამაშობს, ალბათ თუ ასე გააგრძელა თბილისის დინამოში და მერე იქ სად იქნება, არ ვიცით ზუსტად, მაგრამ მოლოდინი გვაქვს რომ 1-2 წელიწადში, შეიძლება 1 წელიწადში, 2 წელიწადში მაქსიმუმ ერთად ითამაშონ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. როგორც მარველაძეება ითამაშეს? და ახლა მამუკას ცოტა შევაწყვეტინებ, მე მინდა გადაცემის რეჟისორს ვთხოვოთ ცალკე, ხურცილავა არის პაროლი ასეთი, მურთას ხურცილავა. მინდა გითხრათ მამუკა, რადგანაც ეროვნულ ნაკრებზე ვისაუბრეთ, ეროვნულ ნაკრებზე, რასაკვირველია ჩვენ თლიანად საქართველოს და უცხოეთში ცხოვრებ თანამამულებს გვაინტერესებს საქართველოს ეროვნული ნაკრების, საფეხბურთო ეროვნული ნაკრების პერსპექტივები, შესაძლებლობები და მომავალი. ჩვენი გადამღები ჯგუფი უпростоრად ბატონ გოგი თორაძეს, კინორეჟისორ გოგი თორაძეს გადამღები ჯგუფი ესტუმრა ბატონ მურთას ხურცილავას, ლეგენდარულ ფეხბურთელს 1966 წლის სოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, 1972 წლის ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს, 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს, თბილისის დინამოს და საბჭოთა ნაკრების ყოფილ კაპიტანს ბატონ მურთას ხურცილავას
და თხოვა მას თავისი აზრი, გამოიხატა თავისი კომენტარი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებზე, ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებზე და ჩვენი საფეხბურთო ნაკრების შესაძლებლობებზე. გთხოვთ ჩართოთ ეს პირი. Telები არიან. და დიდი მომავალი აქვს ჩვენ ნაკრებს. შეიძლება ითქვას. შეიძლება მეტი შეიძლება ითქვას. თქო, მაგრამ ერთია აი ნაკრებს მე რო უყურებ, არა მეც ველოდები მათგან. მეტყვი რომ შეუძლია ეს ჩვენებდა რა არ ვიცი რა. კლასი არის, შესაბამისი დონე არის. დონე არის. ჩვენ ახლა სხვას არ აყავს შენაირი. ასეთი დონის ფეხბურთელი. არ აყავს. მეკარედან დაწყებული ნოეხა კვარაცხელია მე მომწონდა არ აყავს სხვას. მაგრამ მაგას უნდა გამოყენება. ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ უახლოეს წლებში საქართველოს ნაკრებს აქვს პოტენციალი მსოფლიო ჩემპიონატის მოხდეს და ევროპის ჩემპიონატის თავისუფლად მით უმეტეს ახლა მე სხვა ქვეყნის ყველა ქვეყნის ნაკრების თამაში მაგნანა ძალიან დიდი მადლობა ბატონო ჩვენაირი დიდი მადლობა ეს ინტერვიუ არის ჩაწერილი 2024 წლის დეკემბრის ბოლოს მაგრამ ბატონ მურთას ხურცილავას ლეგენდარული ფეხბურთელის ამ სიტყვებს დღესაც აქვს აქტუალობა. ხედავთ როგორ თქვა. ნიჭიერი თაობა, დიდი პოტენციალის გამოყენება უნდაო ძალიან დელიკატურად, ძალიან ოსტატურად თქვა. ახლა იქ ამბობდა მეკარე იმ დროს მამარდაშვილი ძალიან მაგარ ფორმაში იყო. დღეს სამწუხაროდ ბოლო თვეები ბევრი მიზეზის გამო არ არის იმ ფორმაში რომელიც მას უნდა და ჩვენ გვინდა მაგრამ დარწმუნებული ვარ გადალახავს გიორგი მამარდაშვილი ამ პერიოდს კრიზისულ პერიოდს და მოუმატებს და უმოუმატებს და ჩვენ მისი იმედიც გვაქვს როგორც სხვა ფეხბურთელების ნუ კვარაცხელია ორჯერ ხვიჩა კვარაცხელია ორჯერ ახსენა და ამიტომ იმედი გვაქვს რომ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები მოხდება ძალიან რთული იქნება ეს მაგრამ შანსი გვაქვს და გამოყენება უნდა ამას და იმედი გვაქვს რომ 2030 წლის სოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მოხდება მე იმედი მაქვს რომ მივახცევ იქამდე 66 ძმები კვარაცხელები ერთად ითამაშებენ და მე მივახცევ იქამდე 66 ვარ და რაც შეეხება მამუკას რეპლიკას ძალიან დიდი მოლოდინია რომ თორნიკე კვარაცხელია არანაკლები იქნება ვიდრე ხვიჩა კვარაცხელია როგორც ფეხბურთელი და შეიძლება როგორც ზოგიერთი ამბობს თუ მაგრად იშრომა ნიჭი აქვს თუ მაგრამ იშრომა და ასე გააგრძელა დიდი შრომაა საჭირო შეიძლება მისი დონის ან უფრო მეტის 2020 წელს ჩამოვართ ინტერვიუ ბატონ ბადრი კვარაცხელიას დაგუგლეთ შეგიძლიათ ბადრი კვარაცხელია დინასტია იქ ინტერვიუს ბოლოს რომელიც იყო სხვადასხვა ენებზე რუსულ ინგლისურ ასე შემდეგ ბოლოს ვეკითხები რუსულ ენაზე გრუზია ონლაინზე ქართულ საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალზე დაიბეჭდა ვეკითხები ამბობენ თორნიკეზე მაგარი ბიჭი იზრდებაო თორნიკე იმ დროს იყო 10 წლის კვარაცხელია და მან დიახ თორნიკემ თუ ასე გააგრძელაო ძალიან მაღალ წერვალზე ავაო და მომიყვა ასეთი ისტორია რომ დაბადების დღე ერთმანეთს მემა რომ მიულოცეს ხვიჩა მიულოცა უმცროს ძმას და თორნიკემ უთხრა ხვიჩას მიწერა ეს ასაიდუმლო არ არის დაბეჭდილია რომ შენზე უფრო უკეთესი უნდა გახვდე აი ამბიცია აქვს ხომ ხედავთ ამბიცია მაგრამ თავარია შრომა ნიჭი ბევრი ფაქტორია ობიექტური სუბიექტური და ასე შემდეგ მამუკა ხო დაუბრუნდოთ ჩემპიონატს. სხვათა შორის თენგო არ დაგვავიწყეს დღეს შვიცაძე საქართველოს 9 ივნის შვიცაძე. დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთში თამაშობს ამხანაგურ თამაშს და თორნიკე ითამაშებს არა ახალგაზრდული ჭაბუკთან ნაკრები. 17 წლამდე ნაკრები. ხო ჭაბუკთან. ამხანაგურ ნუ ჭაბუკთა დავარქვათ. რადგანაც აღნიშნა მამუკა შესაძლებელი ლინკები არის და შეიძლება დავიჭიროთ. მამუკამ დღევანდელი მატჩის ანონსი თქვა დღეს 9 ივნისია. საღამოს 9 საათზე 21 საათზე. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესხი 2 გაიმართება საქართველოს ქალთა საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მატჩი. საბერძნეთის ნაკრებთან ახლა სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე უკვე შანსები დაკარგული გვას ერთადერთის. მაგრამ
მაინც მნიშვნელობა აქვს ის მოგებას ფრეს კარგ თამაშს და დასწრება თავისუფალია ფედერაციამ გამოაცხადა, ამიტომ მივმართავ ყველას. განსაკუთრებით იმ ახლო-მახლო ვინც ცხოვრობს მესხის სტადიონთან, ვაკე, საბურთალო, განსაკუთრებით ქალებს, ქალბატონებსაც, მამაკაცებსაც თუ გამონახეთ დრო საშუალება, იყო წინა დღეებში თავისებური შესაბამისი ინფორმაციები, მობრძანდით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და მხარი დაუჭიროთ უკომაგოთ საქართველოს ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, რომლის რიგებში ბოლო წლებში განსაკუთრებით მინდა გამოვყვა ახლა მამუკა სხვას არ ეწყინოს, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ბოლო წლებში არის დევნილთა ოჯახში გაზრდილი გოგონები, აფხაზეთიდან დევნილთა ოჯახებში გაზრდილი გოგონები. ბოლო წლებში ჩვენ ეროვნულ ნაკრებში ნათია დანელია, თეონა თოდაძე, ანა ჩემინავა, ირინე ხაბურზანია, სვეტლანა გაბელაია და კიდევ რამდენიმე ასაკობრივ ნაკრებებშიც არიან. აფხაზეთის ნაკრები ფაქტიურად. არა, აფხაზეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ქალთა ნაკრებში, ეროვნულ ნაკრებში, ასაკობრივ ნაკრებებში და მამაკაცების ნაკრებში. იყო დრო კაცთა ნაკრებში 6 კაცი იყო აფხაზეთიდან 90-იანი. ეს 94-15 წლებში 6 კაცი იყო აფხაზეთიდან დევნილი ფეხბურთელი საქართველოს მამაკაცთა ეროვნულ ნაკრებში. მაშინ ჩამოვთვალოთ. მურთაზ შელია. კი ბატონო. გიორგი ჩიხრაძე, მცველები. კი, მიშა ჯიშკარიანი, გოჩა გოგრიჭიანი, თემურ ქეძბაია. კი ბატონო და ჩიხრაძე. გელა ინალიშვილი, ისე კი, ქეძბაია და ინალიშვილი გალელები. ჩიხრაძე გაგრიდან. კი. გოგრიჭიანი გუდაუთიდან კოლეგებს მიმართავ. სოხუმშია დაბადებული გოჩა გოგრიჭიანი, მაგრამ იმიტომ რომ დედამ იმშობი არა სოხუმში, რომ ის არის გუდაუთელი. გუდაუთაში გაიზარდა, ფიზიკურად დაიბადა სოხუმის სამშობიაროში. ასე იყო სიტუაცია, რომ სადაც თუ არ იყო გუდაუთაში დაკეტილი იყო, თუ რა იყო, არ აქვს ახლა მნიშვნელობა, ზოგჯერ ასე ხდება. და ინალიშვილი გითხარით ქეძბაია გალიდან, ჩიხრაძე გაგრიდან, გოგრიჭიანი გუდაუთიდან, ჯიშკარიანი იგივე ისტორია, გაგრის დინამოში დაიწყო, გაგრაში ისე სოხუმელია და გაგრაში სოხუმის დინამოში და მურთაშელია ოჩამჩირელი. კი ბატონო და შელიამ ფეხით გაიარა. 10 კილომეტრი გახსოვ დინამოში რომ მისულიყო, ფეხით გაიარა კოჩარადან. ეს 92 წელს. 92 კი ბატონო. ახლა რადგანაც ახსენა მამუკამ ჩვენი დევნილები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, გახსოვთ ყველას 94 წლის ნოემბერში 5-0 გავანადგურეთ უელსი. იმ დროს არ იყო ასე ტექნოლოგიების სწრაფად რომ გადასცემდი, მე სპორტ ექსპრესს გადავცემდი და პლუს NTV ფუტბოლს მე და ნუგზარ კრესელიძე. და როცა მატჩი დამთავრდა, მივწერეთ, იქ ემაილებით იყო კონტაქტი, მეტი არ იყო, ემაილით მივწერეთ, ვასილი უტკინი იყო მორიგე იმ დროს წარმატებული კომენტატორი. ვასია მეთქი 5-0 დავამარცხეთ მეთქი უელსი. და პასუხობს უცბად თვრალი ხომ არ ახარ, რატომ მეთქი 40 წელი არ წაუგია უელს დიდი ანგარიში. 40 წელი თუ გასული. აიოსი იყო რაში და ისე. და ფანტასტიკურად და მე უთხარი ვასია მეთქი ახლა იცი რატომ მოვიგე მეთქი ამას რეპორტაჟში არ გაუშვებ მე მითხრა. რაც დევნილებმა მაგრად ითამაშეს, გოგრიჭიანმა გაიტანა 1, ქეძბაიამ 2, რაც სიმწარე იყო მეთქი რუსეთის პოლიტიკაზე და რუსეთის ქმედებებზე აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის ფოტოჟურნალისტი ვასია ძალიან უჭერდა მხარს საქართველოს. დიახ, ერთიან საქართველოს. აი სიმწარე გადაიტანეს მეთქი უელსზე და ის ხო რასაკვირველია ხუმრობით ხო მაშინ რუსეთის ნაკრები არ უნდა შეხტესო საქართველოს ნაკრებს, თორემ საერთოდ დიდი ანგარიშით მოგვიგოს იხუმრა ვასილი უტკინმა, გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ, ხო. ის ყოველთვის უჭერდა ერთიან საქართველოს, ხო. ობიექტური კაცი იყო, ობიექტური საქართველოს ერთიანობას. მამუკა ბოდიში ახლა გამიგრძელდა, შემოაგდე, შენ ჟურნალისტი ხარ, პროფესიონალი, შემოაგდე ეს თემები და საინტერესო ალბათ ეს მომენტები კი. ბუდაპეშტი ახლა რა მაინტერესებს? ბუდაპეშტი მოკლედ ეს ქალაქი ახლა ბუდაპეშტი არის უნგრეთის დედაქალაქი და წარმოედგინა დიდი გუნდი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები დახუზული დიდი გუნდი ყავდა ოდესღაც 100 წლის წინ პუშკაში და მისი მეგობრები და 50-იან წლებში. პუშკაში რომ მიიყვანეს 56-ში საბჭოთა ჯარები რომ შევიდნენ ბუდაპეშტი რომ დაიპყრეს, გაიქცნენ ეს ფეხბურთელები და მე მახსოვს წიგნები და დღესაც მაქვს წიგნები თქვენც გექნებათ იქ სოხუმის ბიბლიოთეკაში. კი.
რომ ესე რა ქვია მოღალატეს ეძახდნენ პუშკაში მოღალატიაო და არ აძლევდნენ უფლებას ეთამაშა სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არაძლევდნენ უფლებას ეთამაშა ლუდისმა უყარდა და სტადიონსაც იმითომ ქვია პუშკაში კი პუშკაში არენა ძალიან გასუქდა პუშკაში და რო შევიდა თურმე იმის გასახდელში მადრიდის რეალის გასახდელში დისტეფანო იმან იყიდა რა ქვია სანტიაგო ბერნაბეუ მიყიდა რა მიხოინს რა ხელა დაგორავდა ის კი იყო და რო შევიდნენ ფეხბურთელები ხედავ ვიღაცა ღიპიანი კაცი ზის და ბუძებს იცვავს რა და გაგიჟდნენ ეს ვინ არის აქ რა უნდაო რა და ეს პუშკაშია და ამა როგორ უნდა ითამაშოსო და როგორც კი გავიდნენ მოედანზე და ბურთი მიიღო იქ დამთავრდა ეს იყო სასწაული რა პუშკაში იყო ახლა ბუდაპეშტში ხო რაც ეხება ხო და თვითონ უნგრელების უნგრელები ნუ ეხლა ჩამოვარდნილია უნგრული ფეხბურთი სობოსლა იყო ფინალში კი აი მოგიყვებით მაგას იმათ და ჩამოვარდნილია ძალიან უნგრული ფეხბურთი სობოსლა იყო ერთი რომელიც კვარამ დაამარცხა და ქვაქვაზე არ დატოვა იმ ლივერპულიდან ჩვენებურმა და მოკლედ ძალიან ისეთი გახარებულები იყვნენ რომ დიდმა ფეხბურთმა ერთი დღით მაგრამ მაინც დაბრუნდა ბუდაპეშტში თუმცა ეხლა უნგრეთის ნაკრები ვერ ყოჩაღობს და კარგი დიდი ხნის ჩავარდა აქ უნგრეთის ნაკრებს და ხო ხვდებით ერთ-ერთი ვარსკვლავი ფეხბურთელი თამაშობს ისაც ლივერპულში და ვერაფერს ვერ აღწევენ ფაქტიურად ქალაქი ცხოვრობდა ფეხბურთით მე მთელი ქალაქი რაო კი ძალიან უყვარდა დიდი ისტორია აქვს უნგრეთის ფეხბურთს ძალიან დიდი მე მიშა აბაიშვილი და რატიშელეგია ცხოვრობდი ქალაქგარე ძალიან მაგარ ადგილას და ავტობუსი დავდიოდით და რომ დაგვემგზავრებოდნენ ხოლმე სხვათა შორის ფრანგები დაგვემგზავრენ და სულ კვარა ეკერათ პირზე და რომ გაიგეს მე აკრედიტაცია რომ მქონდა ჩამოყვარაცხელა გაგიდნენ ჩემი ტელეფონით დაიწერეს და გვარი დაინახეს შენი დაინახეს და მოკლედ ერთ ამბავში რა გითხრეს ნათისავი ხარ ბიძია ხარ თუ კი მე ბადრისგან მამამისგან ოფიციალურად აღებული მაქვს საბუთი რომ მე ბიზამისი ვარ მოკლედ იმიტომ რომ ჩემი პროგრამა იცი დავდივარ სოფლებში და ბავშვებს ვაურიგე ბურთებს მაისტრებს ვასწავლებ ყველა გეძახის ბიძიას ხო და ყველა მეძახის ბიძიას და არა ვარ ბიძია და წინ თან ბავშვებს რა და მე მივხვდი რომ შეკაი კაცო ვიქი ჩადიხარ ამ 90 სოფელში ჩავდივარ ხო 90 სოფელში ჩავდივარ ყოველწელს ფეხბურთის ფედერაციის საოცარი პროგრამაა კი ღია სახალისო ფეხბურთი და მე ფეხბურთის ფედერაციის პროგრამა ბოდიში თქვენთან ბატონი მამუკა მუშაობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მაგრამ ის თანამდებობა ძალიან გრძელია ვერ დავიმოწმე არა არ უნდა მაგას მოკლედ ჩავდივარ ბავშვებს ურიგებ და მე ჩემთანს დაუსვი კითხავ ბიჭო ბავშვები ჩადიხარ და უხარიათ რაღაცა კვარაცხელია მოვიდა ხო მაისური აჩუქე ბურთი აჩუქე და კვარაცხელიას ბიძა მოვიდა და რატო ამიტომ ბადრისგან თუ ჩავთვალოთ რომ ბიძა რაიონებში ბიძა ვარ მეთქი და თუმცა ბიზამისი თამაზია ჩვენიც მაგაცი მაგარი კაცია თამაზიც ისაც კაი ფეხბურთელი იყო სხვათა შორის და წალენჯი ხაში ცხოვრობს და ხშირად ვარ ხოლმე თამასთან ერთად და მოკლედ აი ესეთი კვარაცხელიას ბიძის სტატუსით ჩავდივარ ხოლმე საქართველოს სხვადასხვა არ ოფიციალური იმაში და გამომადგა აგერ მთელ სოფლიოში უკვე ჩემი გვარი ყველასაკერია პირზე მოკლედ საოცარი თამაში იყო მე და მიშა შევიარეთ ჩვენ უნგრელ მეგობრებთან და ცოტა გვიან შევედით სტადიონზე და რატი შელეგიამ ჭკუა იხმარა ადრე შევიდა და ნახა ფლორენტინო პერესიდან დაწყებული ალიექს დელ პიერო ყველა დიდი ფეხბურთელი ცნობილი ფეხბურთელი რომლის ლოჟაში მიდიოდნენ ნახა და ყველასთან გადაიღო სურათი და ჩვენს არანაკლებ ცნობილი არწნები არ ველაზენ იმ მომენტში არა ინტერესს აძლევიან და ისა რა ქვია სურაზე თანახმარიანი ლუის ფერნანდესი თუ გახსოვთ ზამთრული ფრანგი ფეხბურთელი და ჩვენ ძმები არულაძეები ნახეთ არანაკლებ ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელები და მოკლედ აი ესე შევედით თამაშზე და ბატონ მამუკა კოსმოსიდან რადარებიდან მაცნობეს რომ როცა გაიგეს უნგრელმა ქალბატონებმა ახალგაზრდებმა რომ კვარაცხელიას არაოფიციალური ბიძია ხვიჩას არაოფიციალური ბიძია მამუკა კვარაცხელია უეფას დელეგატი ყოფილი მედია ოფიცერი უეფასი ჩამოვიდა ბუდაპეშტში და ალყაში მოგაქციეს მართალია ეს ამბავი თუ ხო მაგას რა თქმა უნდა კომენტარის გარეშე დავწოვეთ მაგ თქვენ მოპოვებულ ცნობებს მოკლედ ძალიან კარგი საფეხბურთო საღამო ნახეთ უნიკალური რაღაც რო ქართველი ბიჭი ზედიზედ მეორედ გახდა ყველაზე დიდი ალბათ ჩემი აზრით სოფლიოში საკლუბო დონეზე ყველაზე დიდი პრიზის მფლობელი ჩემპიონთა ლიგის მფლობელი გადამწყვეტი როლი ითამაშა და დაეწია ჩვენს კახაბერ კალაძეს ჩვენ ქალაქის მერს საამაყო ფეხბურთელს რომელსაც ორჯერ აქვს ასევე მოგებული და ეხლა ხვიჩას ჯერია მესამე თუ მოიგებს უკვე კახამ სხვათა შორის მესამე ფინალი ითამაშა მაგრამ სამწუხაროდ წააგეს საოცარი ფინალი სტამბოლში გახსოვთ ალბათ რადგანაც კახაზე ამბობთ პირველი ფინალი სრულად ითამაშა მეორე ფინალში შეცვლაზე შემოვიდა მატჩის ბოლოს და მესამე მილანმა წააგო მაგრამ მილანმა წააგო საოცარი 3-0 იგებდა პირველ ტაიმში გახსოვთ ეს საოცარი თამაში ლივერპულში ხვიჩას წინას კიდევ მინიმუმ 7-8 წელი თუ 10 არა კი ბატონო და აქეთ თორნიკეს დაგვეხმარება და ვნახოთ
დიდი მადლობა მამუკა გენაცვალე. მადლობა თქვენ. შეიძლება შემდეგი ფინალი ხვიჩამ სხვა გუნდში ჩაატაროს, არ ვიცი, შესაძლებელია დღეს რა სიტყვის ფლორენტინო პერესი დღეს რა სიტყვის. ნახოთ. ძირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორ რეკორდსმენი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო UEFA-ს ოფიციალური დელეგატი მამუკა კვარაცხელია. გადაცემის თემები საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც დასრულდა ბათუმში და ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტში, რომელსაც თავისი თვალებით უყურებდა ბატონი მამუკა კვარაცხელია რამდენიმე ქართველ კოლეგასთან ერთად და გადაცემის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების შესაძლებლობები, რომელზეც კომენტარი გააკეთა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მურთაზ ხურცილავამ. ძვირფასო ტელემაყურებელო, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები, კარგად ზანდებოდეთ. აბაუდა. დასვახუში დაბრუნება. გაიხარეთ.